კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძეა ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ გედევან და მადლობა რომ გვესტუმრეთ. მადლობა თქვენ. ბატონ გედევან, არაერთი საკითხია მართლაც ყურადღების ცენტრში და ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ ყველა აქტუალურ თემას მეტნაკლებად დავუთმოთ დრო, თუმცა აი როგორც აღნიშნეს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი ტოვებს თანამდებობას და მოდით თავდაპირველად სწორედ ამაზე ვისაუბროთ, როგორც ელჩი ამბობს, პენსიაზე გადის ის საელჩოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ასევე მკაფიოდ განმარტავს, რომ ეს პირადი გადაწყვეტილებაა და მისი გაწევა ამერიკის მთავრობას არ მოუთხოვია, თუმცა მაინც ჩნდება კითხვა ეს ამბავი ხომ არ შეიძლება უკავშირდებოდეს სწორედ ახალ ადმინისტრაციას, ტრამპის პოლიტიკას და მეტიც ხომ არ არის მოსაოდნელი, ასე ვთქვათ, შტატების პოლიტიკის შეცვლა ჩვენი ქვეყნის მიმართ. რას ფიქრობთ, მართლაც რთულია ეხლა ზუსტი პასუხი გქონდეს კითხვაზე, რატომ მიიღო ელჩმა ეს გადაწყვეტილება, თუმცა მაინც აი რატომ უნდა წასულიყო ამერიკის ელჩი ამერიკელი დიპლომატი პენსიაზე? მე არანაირი საფუძველი არ მაქვს უნდობლობა გამოუცხადო ამერიკის უკვე ყოფილა საქართველოში, იმიტომ რომ ადამიანს სრული ლეგიტიმური უფლება აქვს დატოვოს ელჩის პოსტი და გავიდეს პენსიაზე. შესაძლოა თუ ეს მისი საჯარო პოზიცია რატომ უნდა ვეძებოთ რაღაცა კონსპირაციული თეორიები და ვეძებოთ დამატებითი მიზეზები მისი ამ გადაწყვეტილების, მე მგონია რომ ის ცრუ იმედები, რაც როგორც წესი ასეთი მოვლენების დროს უჩნდება ქართულ ოცნებას, რომ ამერიკა გახდება მსოფლიოში ტოტალიტარული ქვეყნების, ტოტალიტარული რეჟიმების გულშემატკივარი და ფარველი, ეს იმედები მაინც არ არის სწორი და ელჩის წასვლას ნამდვილად არ მოყვება ის, რომ ამერიკა მიიღებს საქართველოს ავტორიტარულ პრორუსულ რეჟიმს ისედაც როგორიც არის, იმიტომ რომ ჩვენ უკვე გვესმის ოკეანის იქიდან ფორმულირებები, რომ საქართველოში არის ანტიამერიკული ხელისუფლება და თუ საქართველოში არის ანტიამერიკული ხელისუფლება, ის ვინც არ უნდა იყოს აქ ელჩი, ამითი მოცემულობა არ შეიცვლება. მოცემულობა შეიცვლება იმითი, რომ საქართველოს რეჟიმი აღარ იქნება ანტიამერიკული, თორემ ამერიკის ელჩები მანდამაინც ანტიამერიკული ხელისუფლების გემოვნებით ამ ქვეყანაში არ დაინიშნებიან, ამას ყველას ვარწმუნებ და ასეთი ილუზიები არავის არ უნდა გქონდეს. ქართულ ოცნებას კი ჭირდება ხავსი, ნამდვილად ჭირდება, იმიტომ რომ რეალობა ჩასაჭიდებელი არ აქვს და ყველაფერს გამოიგონებენ თავისი მომხრეებისთვის და არწმუნონ იმაში, აი ტრამპი მოვა და გვეშველება, ტრამპის მერე გადაიტვირთება ჩვენი ურთიერთობები ამერიკასთან, კიდე გაუძელით ერთი თვე, გაუძელით ორი თვე და რაღაცა იქნება. ამ საუბრის პარალელურად, როცა ისინი თავის მომხრეებს და თავისი ვერცხლის მოყვარეთა კლუბს, რომელიც შექმნა ივანიშვილი და პრეზიდენტობს წარუმატებლად გაერთიანება, სადაც ადრე ქართული ოცნება ერქვა და ახალ ქვია, მაგრამ რეალურად ვერცხლის მოყვარეთა კლუბს წარმოადგენს და მეც არაფერს. აი ამ ჯგუფს სჭირდება ყოველდღიური დარწმუნება იმაში, რომ მათ არ დაეკარგოთ იმედი და არ შეეშინდეთ თავიანთი მომავლის, იმიტომ რომ ესენი არიან მატერიალისტები თავისი ბუნებით და ვინაიდან ადამიანი არის ვერცხლის მოყვარე, იმას აინტერესებს ყოველდღიური კომფორტი, იმას არ აინტერესებს იდეას შეეწიროს ან რაღაცა ღირებულებისთვის დაიღუპოს. ის არ ჩაყვება ივანიშვილს, ხო? ამიტომ ყოველდღურად ივანიშვილი უნდა არწმუნებდეს აი ამ თავის ვერცხლის მოყვარეთა კლუბის წევრებს, რომ თქვენ არაფერს არ გეშინოდეთ, უსაფრთხოდ იქნებით. ისევ ამერიკელი დიპლომატის გადაწყვეტილებას რომ დაუბრუნდეთ, ახლა რობინ დანიგანი Facebook პოსტში თბილად იხსენიებს ქართულ ხალხს, საუბრობს საქართველოს ჩვენი ქვეყნის სილამაზეზე, ქართულ სტუმართ მოყვარეობაზე, ამბობს რომ აი ძირითადი ღირებულებები, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აერთიანებთ, პარტნიორობისა და მეგობრობის გაგრძელებას უზრუნველყოფს, თუმცა არც ერთი სიტყვით არ ახსენებს ხელისუფლებას და ქართულ ოცნებას. არის თუ არა ეს შესაბამისად ხელისუფლებისადმი, ქართული ოცნებისადმი ელჩის პოზიციის მაჩვენებელი. ეს სამწუხარო ტრადიცია და სტანდარტად იქცა დიპლომატიური შეფასებების საქართველოს დღევანდელ რეალობაში რა. დამოუკიდებლობის დღესაც გვილოცავენ და ულოცავენ ხალხს, როცა წერილები მოდის, მაქსიმალურად თავრობის მიმართ დამოკიდებულია ტრადიციულად საქართველოში მიცვალებულის მიმართ რო არის რა. არც ან კაი უნდა თქვა, ან არაფერი არ უნდა თქვა და ვინაიდან ამ ხელისუფლებას უკვე არავინ აღარ აღიქვამს როგორც დე იურე ხელისუფლებას და არც უნდათ როგორც დე ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ეს სტანდარტი იქცა დიპლომატიური ურთიერთობის სტანდარტად საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან, მას უბრალოდ აღარ მოიხსენებენ რა. ექცევიან ისე როგორც ჩვენ ტრადიციულად ვექცევით მიცვალებულებს რა.
ცუც არ ამბობენ, მაგრამ არ მოიხსენებენ საერთოდ და მე მგონია რომ ეს სტანდარტი ნელ-ნელა ხალხს შეუწყობს იმას, რომ საერთაშორისო სუვერენიტეტი ამ რეჟიმის მინიმუმზე დავა, რაც რა თქმა უნდა იქნება ერთ-ერთი წინაპირობა იმისი, რომ ეს რეჟიმი წავიდეს და საქართველოში დაბრუნდეს დემოკრატიული სამართლებრივი გარემო. მარკო რუბიოს განცხადება ახსენეთ და სწორედ სახელმწიფო მდივნის განცხადების კონტექსტში დაგისვავთ კიდევ ერთ კითხვას და მე უკვე სხვა თემებზეც გადავიდეთ. მარკო რუბიომ კონგრესში საქართველოს შესახებ, ქართული ოცნების შესახებ კითხვაზე პასუხისას განცხადა ისიც, რომ მათ ადგილობრივ ოფისებთან, ადგილობრივი ოფისებიდან რჩევები და რეკომენდაციები ჭირდებათ. აი ახლა როცა მოქმედი ელჩი მიდის და არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით ახალი ელჩის დანიშვნას ალბათ საკმაოდ დრო დაჭირდება, ხო? აი რამდენად ნიშნავს ეს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოზიციას საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ კარგ ხნის განმავლობაში ვერ გავიგებთ. ზეთ რა არის, რა თქმა უნდა, ელჩის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობებში და ელჩი ამ შემთხვევაში ჭირდება იმისათვის, რომ ამერიკა უფრო ინტენსიურად ჩაერიოს საქართველოს საშინაო პროცესში და თავისი პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ჩვენმა პარტნიორმა, მაგრამ მე არ მგონია რომ ეს გარეშე საერთოდ ამერიკული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში იყოს ან ინფორმაციას მოკლებული, ან ეს პროცესი თავისთავად არ გაგრძელდეს, ან მეგობარი აქტის მიღების პროცესი რაიმენერად შეფერხდეს. მე მგონია ეს პროცესი ჩვეულებრივად წავა, უყუროთ ამას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკა აი ამ რეგიონს ნამდვილად არ მიეტოვებს, იგივე რაც მოიხსენეთ ეს დიალოგი ამერიკელ მაღალჩინოსნებს შორის ძალიან პრინციპული რა კითხვა საბოლოოში დაიწყო ასე ხო საქართველოს ეს რეგიონი აინტერესებს თუ არა ამერიკას და უნდა თუ არა რომ აქ ყავდეს ანტიამერიკული ხელისუფლება. მე მიმაჩნია ეს რიტორიკული კითხვა ამერიკისთვის რა. ამერიკა ამ კითხვას არასდროს არ გადააქცევს ასე თქვათ კითხვის ნიშნიან კითხვად. ეს არის რიტორიკული კითხვა, რომელიც რეალურად პასუხს გულისხმობს. ამერიკა საქართველოს უყურებს როგორც თავის ინტერესების სივრცეს, როგორც პარტნიორს. ჩვენ ბევრი მხარდაჭერა და დახმარება მიგვიღია საქართველოს. ამერიკა ყოველთვის გვერდში ედგა როგორც პარტნიორს თავისი ბრძოლის პროცესში დამოუკიდებლობისთვის. ბოლო 30 წელი ჩვენი დამოუკიდებლობის არც ერთი სეგმენტი ჩვენ არ მიგვიღია ამერიკელების დახმარების გარეშე. არაღიარების პოლიტიკაში ამერიკა იყო წარმართველი მოკავშირე და დამხმარე და ის რომ დღეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის გარდა არავინ არ ხელყოფს და მისი რამოდენიმე სატელიტი უნიშნელო სახელმწიფო ეს არის ამერიკის დამსახურება და კი ბატონო, დავაუდით როგორ განვითარდება ამერიკასთან ურთიერთობები, იქამდე კი გადავიდეთ სხვა აქტუალურ საკითხებზე. ამჯერად ადგილობრივი არჩევნები მით უფრო რომ მუნიციპალურ არჩევნებთან მიმართებაში საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ, მაგალითად ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გუშინ გავრცელებულ პრეს-რელიზში, რომელიც მათივე ვებგვერდზე გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც საქართველოს საკითხზე მორიგი კრიტიკული ანგარიში დამტკიცდა, ვხედავთ მოწოდებას ოპოზიციური პარტიებისადმი, რომ გამოიყენონ ადგილობრივი არჩევნები როგორც შესაძლებლობა. აი ნიშნავს თუ არა ეს მოწოდება იმას, რომ დასავლელ პარტნიორებს არ ესმით და ასე ვთქვათ უჭირთ გაგება, როგორ შეიძლება პოლიტიკურმა პარტიამ არ გამოიყენოს პოლიტიკური ბრძოლის თავარი ბერკეტი, როგორც არის არჩევნები. ციტარი მაგ აქცენტი ჩემი აზრით მაინც სხვა რაღაცას უნდა გავაკეთოთ მათი ხო სხვა შორის ინტერპრეტაციის საგანი გახდა ეს ჩანაწერიც კი ბატონო თქვენ როგორ გაიგეთ მაშინ გზამილი რომელიც ახლა ჩავიკითხე ის რომ პოლიტიკური პარტიები არჩევნებს უნდა უყურებდნენ როგორც შესაძლებლობების სივრცეს ეს აბსოლუტურად ნორმალურია მაგრამ არის მოცემულობა რომელიც არის საქართველოში და იმავე ტექსტში ხაზგასმით არის დაფიქსირებული ის რომ ამისი აუცილებელი წინაპირობა რომ ეს შესაძლებლობად იქცეს და არა რაიმე სხვა სახის მოვლენად არ იქცეს და ამაზე შეიძლება ცალკე დასკვნის გაკეთება რაც შეიძლება გადაიქცეს პოლიტიკური ოპოზიციისთვის ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება თუ ეს არის უპირობო ხაზია გასმული იმაზე რომ საარჩევნო გარემო უნდა იყოს შეცვლილი. ხაზია გასმული იმაზე რომ ვენეციის კომისიის დასკვნები არის გასათვალისწინებელი. ხა არის მოცემულობა, ხო? ამ მოცემულობის მიღმა ხო არ გავდივართ ჩვენ ამ ადგილობრივ არჩევნებში. არის 60-მდე თუ მეტი არა პოლიტპატიმარი, სინდისის პატიმრები, პოლიტიკური ლიდერები არიან დაჭერილები. არანაირ საარჩევნო გარემოზე ნორმალური საუბარი აღარ შეიძლება. მედიაზე დაიწყეს პირდაპირ
ზეწოლები და შტურმი, ახლა ფაქტობრივად ყობახიძე რჩევებს აძლევს ჟურნალისტებს, მათ რა ფორმულირებებით და რა ხედვებით უნდა წარმართონ თავიანთი გადაცემები და რა დასკვნები უნდა გააკეთონ. მე არ მაინტერესებს რა დასკვნას გააკეთებს ჩემზე იმედის ჟურნალისტი. ეს არის მისი გადასაწყვეტი რა. მე ნამდვილად არ უჩივლებ იმას თუ ის სიტყვის რომ მე ვარ რადიკალი და რაღაცა არასწორი პოზიცია მაქვს. ეს მისი აზრია. მე უნდა მქონდეს უბრალოდ შესაძლებლობა რომ რაღაცა სივრცეში მას ოპონირება გაუწიო, მაგრამ თუ ვიღაცას მიაჩნია რომ ჟურნალისტები აი ესეთი ცენზურის ქვეშ მოხვდებიან და ეს საარჩევნო გარემოს რაღაცნაირად გაუმჯობესებს და ასეთ საარჩევნო გარემოში შესაძლებელი იქნება რაიმე ფორმით პოლიტიკური აქტიურობა, ის ხდება. მედია სივრცე, სამართლო, პოლიტიზირებული ძალოვნები, ჩვენ ამას ყველაფერს ყოველდღიურ რეჟიმში უყურებთ. ხედავთ, მოსამართლეები როგორ ასრულებენ პირდაპირ შეკვეთებს პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ზურა ჯაფარიძე ციხეშია, ნიკა მელია ციხეშია, ნიკა გვარამიას დაჭერას აპირებენ და ახლოს დღეებში დაიჭერე. მზიამაღლობელია ციხეში, ქალბატონი ჟურნალისტი, რომელიც აი არაადეკვატური და არა თანაზომიერია სასჯელი, რაც მის მიმართ იყო გამოყენებული და ჩვენ დავждეთ და ვილაპარაკოთ იმაზე, ვიცით რა, კომისიაში ეგებ აი ესეთი პროცედურა იყოს არჩევნების დღეს. ესმით ეს ყველაფერი პარტნიორებს, ესმით ეს არგუმენტები პარტნიორებს, აი ეს რო არ ესმოდეთ ადგილობრივ არჩევნებში ჩანაწერი ეს რო არ ესმოდეთ, მაშინ არ იქნებოდა დათქმა, ხო? მარტო მაგაზე ხო არ არის საუბარი, დათქმით არის საუბარი იმაზე, რომ საარჩევნო გარემო უნდა შეიცვალოს და ქვეყანაში სხვა რეალობა უნდა იყოს. ეს არ არის საარჩევნო პროცესისათვის, არანაირი დემოკრატიული საარჩევნო პროცესი საქართველოში აღარ არის. ჩვენ რატო გამოუცხადეთ ბოიკოტის შედეგებს საპარლამენტოს? ახლა ნებისმიერი პარლამენტისთვის, პოლიტიკური სუბიექტისთვის, რომელიც მით უმეტეს ოპოზიციაში საუკეთესო შედეგს აჩვენებს კოალიცია ცვლილებისთვის, ამ ეტაპზე სიმბოლურად, მაგრამ მაინც არის მთავარი ოპოზიციური ძალა, რომელმაც ოცნების მერე საუკეთესო შედეგი აჩვენა, ხო? ეხლა შენ ამითი ესეთ შესაძლებლობები იყო, ხო? ჩვენ შეგვეძლო ყოლო და ყველაზე დიდი წარმოადგენლობა პარლამენტში, გამოგვეყენებინა საპარლამენტო ტრიბუნა, ჩვენ ეს რატო არ გაკეთდა? ბატონგედევან, აი რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია ფორმულასთან ინტერვიუში სალამ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აი ჩატჯებით კითხა ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტის შესახებ და პასუხად მიიღო ის, რომ პრაქტიკულად არ არსებობს გამარჯვებული ბოიკოტი, რადგან ამ შემთხვევაში უტოვებ ყველაფერს მას, ვინც არის ძალაუფლებაში და ჩაწერს რაც მას უნდა. აი სწორედ ამ კონტექსტში მინდა დაგისვათ შემდეგი კითხვა. აი თქვათ, ყველა იმ პარტიამ, რომელმაც ბარიერი გადალახა ოქტომბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გამოაცხადა ბოიკოტი და უარი თქვა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე. აი ასეთ შემთხვევაში რა უნდა იყოს საარჩევნო ბოიკოტის შემდგომი სვლა? აი კი ბატონო, გასაგებია რომ ადგილობრივი არჩევნები ხელისუფლების ასე თქვა შეცვლას არ იწვევს, მაგრამ მაინც არჩევნებია და პარტიებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესია, ხო? შესაბამისად ბოიკოტის შემთხვევაში რა უნდა იყოს მაშინ გეგმა B? მეჩვენა ჩვენ უნდა აი ამ ბოიკოტის პროცესში გავერთიანდეთ, ბოიკოტის იდეა უნდა გაგვერთიანოს და ვინც თან ხვდებით რომ არ აღიარება რუსული კოლაბორაციონისტური რეჟიმის არის თავარი პრინციპი პოლიტიკური აქტიურობის, ისინი უნდა დავდგეთ ერთად საერთო პრინციპებზე, საერთო პოზიციებზე და გამოვიჩინოთ მაქსიმალური კომპრომისობა ბრძოლაში. მე არ მინდა კონკრეტული მეთოდები შევთავაზო ვიღაცას, იმიტომ რომ ეს არის ჟელობის საგანი. კოალიციის შიგნითაც არ არის ერთიანი პოზიცია, ხო? მე მაგალითად შეიძლება მქონდეს ცოტა უფრო რადიკალური პოზიცია, ვიღაცებს მეჩნდეთ, რომ არა უფრო ესეთ აკადემიურები უნდა ვიყოთ და ამ აკადემიურობით იქნება შედეგი მიღწეული. ეს უკვე იმ ფორმატში იქნება აბსოლუტურად ადეკვატური განხილვის საგანი, მაგრამ თუ ჩვენ პარალელურ რეჟიმში თამაშობთ ქართული ოცნების თამაშს და პირდაპირ გეუბნებით, რომ ყველა ვინც დღეს ლაპარაკობს თვითმმართველობის არჩევნებზე, მისი ბაგეებით ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილი. უნდა ყველა ხვდებოდეს იმას, რომ ეს არის მისი პოლიტიკური სივრცე. არანაირი მანდატი ოპოზიციური არ გათამაშდება, ასეთი რაღაც არ მოხდება არც ერთ რაიონში. დაინტერესდით ბოლო 4 წლის მანძილზე რაც ეს მუნიციპალური არჩევნები არის და ბევრი ოპოზიციონერი გავიდა. რა ოპოზიციური აქტიურობა ხორციელდებოდა რომელიმე საკრებულოში. ამოიღოთ 3 წლის შედეგები, ვნახოთ რა ზეგავლენა მოახდინა ოპოზიციამ რაიონების ცხოვრებაზე. ახლა იქ სუსია მთავარი ფაქტორი. იქ არ არის მუნიციპალიტეტების პოლიტიკა, იქ არის სუსის პოლიტიკა. კარგი, როგორ იცვლება საქართველოს ოცნება თუ არა საარჩევნო გზით, ანუ რა უნდა იყოს გეგმა B? სხვათა შორის მხოლოდ ოპოზიციური პარტიების ნაწილი არ ფიქრობს, რომ შექმნილი სიტუაციის მიუხედავად მაინც საარჩევნო გზით სვლა სჯობს
არასაარჩევნო სიაროს. საარჩევნო გზა არ არსებობს. რამდენიმე და არაერთი არ არის ასეთი გზა, ფიზიკურად არ არსებობს ასეთი გზა. ეს არის თავის მოტყუება, მართლა თვალთმაქცობაა ის, როდესაც შენ ამბობ, რომ აი ამ ადგილობრივ არჩევნებზე გავალ 60 პოლიტპატიმარია, ეგ პარტიებს იჭერენ, მედიას ზღუდავენ, საარჩევნოდ სუსი ალაგებს ყველა რაიონში, ყველაფერს, ყველა ჩინოვნიკი და ყველა საბავშვო ბაღის მასწავლებელი, სკოლის მასწავლებელი, ყველა მის ძებლად აყავს რეჟიმს აყვანილი. ის 60 ადამიანის პატიმრობის მიღმა არის ათასობით ადამიანი, რომელიც ძებლადაა ამ ქვეყანაში აყვანილი, რომელსაც თავისუფალი აზრი არ აქვს. რა უნდა გაკეთდეს არასაარჩევნო გზით ხელისუფლების შეცვლაზე? ამ შემთხვევაში მე გეტყვით, რას თვითმმართველობის არჩევნები თქვენ თვითონ ამბობთ, რომ არანაირ დონეზე არ ცვლის ხელისუფლებას. პოლიტოლოგების მოსაზრება მინდა გაგაცნოთ, თუ ალტერნატიულ არასაარჩევნო გზას ირჩევ, მაშინ უნდა ადგე და მოახდინო კაპიტალიზაცია საპროტესტო რესურსების, წაართვა მხარდაჭერა ხელისუფლებას, დაიყვანო ის 20%-ზე, რასაც მათივე შეფასებით ოპოზიცია დღეს არ ან ვერ აკეთებს. მაშინ რას უპასუხებთ იმ პოლიტოლოგებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ოპოზიციურ სპექტრს არ გააჩნია დღეს ყოველ შემთხვევაში რესურსი იმისა, რომ არასაარჩევნო გზით შეცვალონ ხელისუფლება და მეტიც მათი შეფასებაა, რომ პოლიტიკოსები კომენტატორებად არიან ქცეული, მაშინ როცა კი არ უნდა ლაპარაკობდნენ, უნდა ქმედებებდნენ, ამ შემთხვევაში გია ხუხაშვილს გულისხმობ. ხო, არ ვიცი, მე ბატონ გიას ჩემი დიდი პატივისცემა, მაგრამ მე ამ შემთხვევაში გამოვდივარ მოცემულობიდან, ხო, არის ავტორიტარული რეჟიმი. რომ არ იყოს ავტორიტარული რეჟიმი, ფაქტობრივად დიქტატურასთან მიახლოებული რეჟიმი, ახლა ძალიან ხერხული იქნებოდა 80-იანი წლების დასაწყისში ზვიად გამსახურდისთვის, ამ მერაბ კოსტავასთვის ვიღაცას ეთქვა, რომ იცი რა არჩევნებზე გადი რა. აი მეცაც გეტყვით, როცა 90 წლის მარტის არჩევნები იყო და ბოიკოტი გამოცხადა ეროვნულმა მოძრაობამ იმ არჩევნებს ეროვნული მოძრაობა ვერ იგებდა. მარტის არჩევნები იყო მაჟორიტარული სისტემით, სახალხო ფრონტი და რუსთაველი საზოგადოება იღებდა იმაში მონაწილეობას. მე ამას ანალოგიად რატო გეუბნებით? იმიტომ რომ კომუნისტური რეჟიმი იყო დიქტატორული რეჟიმი. ან ის შეგიქმნიდა მეტნაკლებად კონკურენტულ გარემოს, ან არ შეიძლება მასეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მარტივად რაღაცას გეუბნებით, რომ მარტის არჩევნებში ეროვნულ მოძრაობამ არ მიიღო მონაწილეობა, ოქტომბრის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. რატო? იმიტომ რომ მარტის არჩევნები იყო მაჟორიტარული არჩევნები, რომელშიც არავნაირად არ ესმებოდა ხაზი იდეას, რისთვის იღებდნენ მონაწილეობას. ამ არჩევნებში დამოუკიდებლობაზე საუბარი არ იყო, იქ იყო სახელებზე და გვარებზე და კომუნისტური პარტია დაუყენებდა ამათ ისეთ ადამიანურ რესურსს, რომელთაც არჩევნებს მოიგებდა და უმაღლეს საბჭოში იქნებოდა უმრავლესობაში და გვალმამაგი და მიაღწია პროპორციულ არჩევნებს, გავიდა ამ არჩევნებზე და მოიგო. ეხლა მარტივად გეკითხებით, თუ ჩვენ ხედავთ, რომ რინგზე უნდა ავიდეთ ხელებ გაკოჭილი და ვეჩხუბოთ სამ ადამიანს, რომელიც წონით ჩვენზე მეტია. ამაზე რატო უნდა დავთანხმდეთ? ასეთ პირობებში რატო უნდა ჩავაყენო ის ადამიანები მე გამოცდის წინაშე, რომლებიც რეგიონებში თავისი არა წირავენ თავის თავს. რეგიონებში რომ ადამიანები ჩვენ გვერდში გვიდგან, ისინი სოციალურ სვერბლზე მიდიან. ისინი ვერც სამსახურს ვეღარ შეულობენ მერე, აი ბევრ რაღაცაში ჩაგრავენ, ნებართვებს არ აძლევენ, ოპერაცია ჭირდებათ, არ უკეთებენ ამ ოპერაციებს. ეს ძალიან ხშირად ხდება. შენ რომ მიდიხარ გამგეობაში და გეუბნებიან, შენმა ოპოზიციამ გაიკეთოსო, ეს 100-ჯერ და 1000-ჯერ ხდება. და ეს ხო ჩვენ ვიცით, ეს ხდებოდა ნაცების დროს და ეს ხდებოდა ეხლაც და იგივე ადამიანები აკეთებენ, ვინც ნაცების დროს აკეთებდნენ. ამიტომ ჩვენ ან ობიექტურად ვაფასებთ, რასთან გვაქვს საქმე და სიმართლეს ვამბობთ ოცნებაზე. და ვამბობთ, რომ ეს არის კოლაბორაციონისტული უკანონო რუსული რეჟიმი და მასთან აი ესეთ არჩევნებში არ შევდივართ, ან დავხდებით იმაზე, რომ სანამდე მარტის არჩევნები არ გადაიქცევა ოქტომბრის არჩევნებად, სანამდე ჩვენ არ გვექნება კონკურენტული გარემო, ეს ჩვენთვის შესაძლებლობები არ არის. შესაძლებლობა არის გავერთიანდეთ, ერთად დადგეთ და მოვილაპარაკოთ, როგორ შეიძლება რეჟიმი შეიცვალოს. ბატონ გედევან, კიდევ ერთი კითხვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემაზე, ამჯერად უკვე ქართული ოცნების სამზადისის კონტექსტში კახაკალიძე ადასტურებს, რომ თავად აქვს ამბიცია მესამე ვადით გახდეს თბილისის მერი. მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ ყველა რადიკალური დაჯგუფება. დღეს გააკეთა კახაკალიძემ ეს განცხადება. აი როგორ ფიქრობთ, რატომ არის თბილისში კახაკალიძე ქართული ოცნებისთვის უალტერნატივო, ასე ვთქვათ, კანდიდატი და რატომ აკეთებს მმართველი პარტია მასზე გათვლას უკვე მესამედ? რაკეთათ კახი მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის მერე მე რადიკალურად შემეცვალა მაგ ადამიანზე აზრი და თუ სიმპათიები მქონდა უკეთად ნეგატიური აზრისა ვარ და მიმაჩნია ვერცხლის მოყვარულთა კლუბის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი და მისი მთავარი мотиваცია განსაზღვრება სწორედ ვერცხლის მოყვარეობით და არა სამშობლოს და ქვეყნის და ხალხის სიყვარულით.
მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, რჩება ესეთ გამოკვეთილ ფიგურად, რომელსაც შეუძლია ქართულ ოცნებასაც აურიოს გარკვეული სიტუაციები ერთ გამორჩეულ ავტონომიურ პერსონად რჩება. ფაქტობრივად ქართულ ოცნებამ მოიშურა ძალიან ბევრი ადამიანი თავისი რიგებიდან და ჩემ თავს და სხვებს არ გულისხმობ იმათ, ვინც პრემიერები იყვნენ, გიორგი პედიკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი გახარია. ეს ადამიანები მოიშურა, იმიტომ რომ ფაქტობრივად მის სისტემას ინდივიდები არ ჭირდება რა. ბიძინა ივანიშვილს ამ რეჟიმში ჭირდება მორჩილი, აბსოლუტურად უნებისყოფო, პერსონალური თვისებებისგან დაცლილი, ატროფირებული ამ თვისებებისგან აბსოლუტურად დაცლილი ადამიანები. ახლაც იგივე ხდება, ახლაც ამ კალაძე ბოლომდე რა თქმა უნდა არ ჯდება ამ სისტემაში, მიუხედავად იმისა, რომ მე ხალხს უსვამ რა, კახის მიმართ არანაირი სიმპათია არ მაქვს, აი მორალურ ნაწილში, პერსონა ის არის. არის პერსონა თავისი ბიოგრაფიით რა. კახი კალაძე არ შეუქმნია ქართულ ოცნებას, ისევე როგორც ბევრი სხვა ვინც იქ ვიყავით რა. მე ნამდვილად არ ვიმაჩნია ქართულმა ოცნებამ ჩემს შექმნაში რაიმე ფორმით მიიღო მონაწილეობა, მაგრამ თბილისის მოგება შეუძლია, თბილისელების განწყობა როგორია, როგორ ფიქრობთ კახა კალაძე? რა არის? კახი კალაძე მშვენივრად იცის, რომ ის თუ არ იქნება ოცნების კანდიდატი და იქნება სხვა პარტიის კანდიდატი, ის ვერ მოიგებს თბილისს. მან მშვენივრად იცის, რომ ეს ის თამაშია მისთვის, სადაც ოცნების მაისურში მყოფ ადამიანს საჯი ეხმარება. ის ამითია დაიმედებული რა, მან ზუსტად იცის, რომ შეუძლია ჩაჩეხოს მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეები, ტყუილა დაუდებენ პენლებს, ტყუილა გაუგდებენ მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებს, იმან იცის, რომ არანაირი კონკურენტული გარემო არ არის, ძალიან მარტივად შეუძლია ეს ბაქიბუქი რა ადამიანს, რომელიც მილიონებს აკეთებს თბილისის მოსახლეობის ხარჯზე, არის აბსოლუტურად კორუფციის სიმბოლო, არის ადამიანი, რომელმაც ვერცხლის მოყვარეთა კლუბში ყველას აჯობა თავის ვერცხლის მოყვარეობით რა. მართლა თვალსაჩინოა ამ ნაწილში ქართულ ოცნებაში რა. ეს არის აი მილიონებს რაც შეეხება სხვა შორის პოლიტიკურ კულუარებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება ეძებდა თბილისის მერის პოზიციაზე ახალ კანდიდატს. ამ ინფორმაციას ერთგვარად ამყარებდა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც მედიაში გავრცელდა და რომლის მიხედვითაც კახა კალაძემ ახალი კომპანია კალა კაპიტალ თბილისი დააფუძნა. იყო კითხვები, ხომ არ წავიდოდა მოქმედი მერი პოლიტიკიდან სწორედ კერძო სექტორში, თუმცა ნუ დღეს კახა კალაძე ამბობს, რომ ის კვლავ ემზადება პოლიტიკური ბრძოლის გასაგრძელებლად. ეხლა რადგან კალაძის პოლიტიკურ გეგმებზე უკვე კითხეთ, მის მიერ დაფუძნებული ახალი კომპანია თუ გიჩენთ რამე კითხვას ახლა უკვე რა თქმა უნდა, ახლა მაგ რიტორიკული კითხვა ახლა მაგას ყველას გაუჩენს, რომ გასაგებია, რომ მე რაღაცა კომპანიებს რო ქმნის, ბუნებრივია ის თავისთვის რაღაცა პარაშუტს იმზადებს და რაღაც გამოსავალს ეძებს, მაგრამ ეს მოცემულობა, რომ საქართველოში არის რამოდენიმე პოლიტიკური ინსტიტუცია, რომელიც ინდივიდუალურობას უნარჩუნებს ადამიანს რა ინსტიტუციონალურ დონეზე. პრემიერობამ ორი ადამიანი აქცია დამოუკიდებელ პერსონად, გიორგი პედიკაშვილი, რომელსაც სამწუხაროდ უარი თქვა პოლიტიკაში დარჩენაზე, მაგრამ თავისი პოზიციის გამო დაატოვებინეს თანამდებობა და გახარია, რომელიც საერთო ოპოზიციაში წავიდა. ამ ადამიანებს ინდივიდუალურობა ინსტიტუციამ შეუნარჩუნა. იგივე მოხდა პრეზიდენტის ინსტიტუციის წყალობით, როცა მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი ინსტიტუციამ ხელი შეუწყო დარჩენილიყვნენ ინდივიდებად და შეინარჩუნებიან თავიანთი პოზიციები. თბილისის მერობაც არის ძალიან დიდი ძალაუფლება. დიდი ფული, დიდი გავლენები, დიდი შტატები, ბევრი ადამიანის ხელმძღვანელობა. ბუნებრივია, რომ ეს ნებისმიერ ადამიანს გაუჩენს სურვილს იყოს დამოუკიდებელი მოთამაშე და კონდეს რაღაცა დამატებითი ამბიციები, მაგრამ რეჟიმს აი ამ სისტემას არ აწევს ასეთი ადამიანები. იდეაში სისტემურად თუ გავითვალისწინებთ იმ გამოცდილებას რა, გამოცდილებითაც მუშაობს ქართული ოცნება, დამოუკიდებელი კალაძე, მიუხედავად იმისა, რომ მორალურად ის აბსოლუტურად პასუხობს ქართული ოცნების სტანდარტებს, დამოუკიდებელი კალაძე მათთვის მაინც არ არის მისაღები. ეს მომენტი სისტემისთვის პრობლემური არის, მაგრამ არც კალაძის საჯარო პროტესტი და კონფლიქტი რეჟიმთან რეჟიმს არ უნდა აწყობდეს. ამიტომ მე მესმის, რომ ეს წინააღმდეგობა რაღაცა პერიოდი გაგრძელდება, მაგრამ მე არ ამგონია, რომ კალაძემ საბოლოო ჯამში ამ რეჟიმს პრობლემა შეუქმნას, იმიტომ რომ მე მაინც აქცენტს ვაკეთებ იმაზე, რომ შენ უნდა იყო ამ რეჟიმთან არა სოციალური და რაღაც მატერიალური
კონფლიქტის მატარებელი, არამედ სწორედ მორალური კონფლიქტის რა. მაგ შემთხვევაში ხდები შენ ამ რეჟიმისთვის საფრთხის მატარებელი. მორიგი წასვლა, წამოსვლა და გადაადგილება შევაფასოთ ხელისუფლებაში. გასულ კვირას ვახტანგ გომელაურის გადადგომა იყო შეფასების საგანი. ამ კვირაში უკვე თანამდებობა დატოვა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა, რომელმაც გენერალური აუდიტორიის პოზიციაზე გადაინაცვლა. გომელაური სახლში წავიდა, გაბიტაშვილი რჩება ახალ თანამდებობაზე. აი ბოლო პერიოდის ქრონიკების მიხედვით ახლა მაღალი თანამდებობიდან ის ადამიანები მიდიან, ვინც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის წრიდან იყვნენ, ხო, ირაკლი ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, ირაკლი ქარსელაძე, ვახტანგ გომელაური უკვე ვახსენეთ. შესაბამისად ჩდება კითხვა რა გარემოებებს და ფაქტორებს უნდა განეპირობებინა ამ ადამიანების თანამდებობიდან და რიგ შემთხვევაში მთლიანად პოლიტიკიდან წასვლა. აი როგორ ფიქრობთ, რატომ გადაიყვანეს სხვა პოზიციაზე გიორგი გაბიტაშვილი? რატომ წავიდა სახლში ვახტანგ გომელაური? ალბათ მის მიერ დასახელებული მიზეზი და განმარტება თქვენთვისაც არ არის დამჯერებელი. როცა ირაკლი შოთაძე წავიდა, მაშინაც იყო მაგაზე საუბარი, мотивация რა უნდა ყოფილიყო, ხო? აშკარად შოთაძეს ეს არ გადაუყვანეს სხვა თანამდებობას, ხო? შოთაძეს რაღაცა წინააღმდეგობა ჰქონდა ამ სისტემასთან, რა ადამიანური, ხო? მე შორსა ვარ იმ იდეისაგან, რომ თუ შენ უბრალოდ გადიხარ სისტემისგან, ეს სწორი გადაწყვეტილება. შენ თუ ხედავ რომ სისტემა ბოროტია, შენ იმას უნდა დაუპირისპირდე, მაგრამ სისტემას არ ჭირდება ინდივიდები და ჭირდება ხშირით სვლა ადამიანების, რომ იმათ არ იგრძნონ თავისთავი მართლა დამოუკიდებლად, რომ ვიღაცამ არ ჩათვალოს, რომ მართლა ის მართავს ამ სისტემას და ის არის აქ რაიმე. მონღოლური იმპერიის პრინციპი იყო ასეთი, რომ ხანი იყო ყველაფერი და მეორე ადამიანი იმპერიაში არ იყო. იერარქია დღეს უნდა იყოს ასეთი. არის ერთი ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ეკუთვნის და მეორე ადამიანი ამ სისტემაში არ უნდა არსებობდეს. ესე იგი, უდაბლეს დონეზეც, გამგებლის საკრებულოს თავმჯდომარის საკრებულოს აპარატის უფროსის დონეზეც ფსიქოლოგიურად არ უნდა გაუჩნდეს ადამიანის განცდა, რომ ის რამეს წარმოადგენს. ამ სისტემაში არის ერთი ბატონი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი უფროსობა რუსეთში. აი ეს არის იერარქია. ყველა სხვა არის ნული. და აი ამაზე ხაზგასმა კიდევ ხშირად მოხდება. ყველა ვინც არის ქართულ ოცნებაში უნდა ხვდებოდეს მათ, რომ სისტემა მათ ადამიანებად არ თვლის, სისტემა მათ თვლის ჭანჭიკებად, რაღაცა რგოლებად, რომელმაც სისტემის მუშაობაში უნდა მიიღონ ტექნიკური მონაწილეობა, მაგრამ ისინი არაფერი სისტემისთვის არ არიან. მეკითხა იგივე ვახტანგ გომელაურის წასვლაში, იგივე გაბიტაშვილის სხვა პოზიციაზე გადაყვანაში, რა გადაყვანასთან და ამ გადაწყვეტილებასთან რა კავშირი შეიძლება ქონდეს სანქციებს, თქვა ხა გომელაური, ვიცით რომ რამდენიმე ქვეყნის მხრიდან არის დასანქცირებული, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, საერთოდ მაგნიცკის სიაში მოექცა, ისე როგორც დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ არის მოქცეული გიორგი გაბიტაშვილი. მაინც აი ხომ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლებიდან უშვებენ დასანქცირებულ პირებს. იცით რა არის? ხომ არ უჩანს ასეთი პირი? ხელისუფლება რომ თავის ამოცანად განსაზღვროს მართლა ურთიერთობების შეცვლას ევროპასთან და ამერიკასთან და პრორუსული გავლენებისაგან თავის დაცვას, მაშინ ჩავთვლიდით, რომ კი ეს მათი ამოცანა არის, მაგრამ მაშინ ობახიძე უნდა ჩახსნა პირველ რიგში, ხო და უნდა მოიყვანო პრემიერი, რომელიც ღია ურთიერთობებზე გადავა დასავლეთთან. ვინაიდან ჩახსნეს ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ხანგრძლივად იყვნენ ამ სისტემაში და რეალურად პირობოთ ემსახურებოდნენ ამ სისტემას, არც ვახო და არც გიორგი გაბიტაშვილი არანაირ პრობლემას სისტემას არ უქმნიდნენ. მათ მიიღეს ეს თამაშის წესები და ჩვეულებრივად ასრულებდნენ ამ პირობებს. მე მაინც მგონია, რომ უბრალოდ სისტემა ჭამს თავის წევრებს, მიაჩნია, რომ რაღაცის ამორტიზირება ხდება თავის შიგნით. სისტემა როგორც წესი, ცოცხალი ორგანიზმია, ნუ ჩათვლით ამ სისტემას, რომელსაც სახელმწიფოები ქმნიან რაღაცას ისეთს, რაც თავისი კანონები არა აქვს და ვიღაცა მართავს მთლიანად არა. იმას თავისი წესები აქვს მართვის და დიდი ხანი არც ერთი ასეთი პერსონა იქ არ უნდა იყოს. მე გარანტიას გაძლევს, რომ ძალიან მალე ის ადამიანები, ვინც ახლა მოიყვანეს თანამდებობაზე, ისინიც მოხვდებიან სანქციების ქვეშ. რა თქმა უნდა. მადლობა ბატონ გედევან სტუმრობისთვის.